მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით გორში, კონკრეტულად კი დოთიაშვილთან სახლში. 2025 წელია და დღეს TikTok რეაქციას ვიღებთ, რა ნუ, სიცხვილია. მაგრამ კვირაში ერთი ვიდეოს დადება მინდა და აი TikTok რეაქციის ვარიანტი გაიჩნდა და ჩვენ სალ TikTok რეაქციას ვიღებთ. სანამ დავიწყებთ, უნდა გითხრათ ერთი საინტერესო ინფორმაცია რა. თუ მე ვიღებ TikTok რეაქციას, არ ნიშნავს რომ მე ვბაძავ ზიპერას. მე თუ ვიღებ სამანქანო ვიდეო, მანქანებზე ვიდეოს თუ ვიღებ, მე არ ნიშნავს იმას, რომ მე ვბაძავ სარიშვილს. გასაგებია, 24 საათის განმავლობაში მომდის ზოგადად ესე კომენტარები. ტკაპ, ანუ აღზე იწერება კომენტარები. რა ხან ერთ ვიდეოზე, ხან მეორე ვიდეოზე, ხან მესამე ვიდეოზე. და ზოგჯერ მოდის ესეთ კომენტარები, სარიშვილს ბაძავ ბიჭო, ზიპერას ბაძავ ბიჭო. ანუ რაღაცა ეგეთი კომენტარები მოდის, ნუ ხშირად რა და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ანუ ტიპებს აბეზალოვკა აქვთ, რომ დაწერონ ეგეთი კომენტარები რა და გეტყვით ერთ კაცურ რაღაცას. იმენა ამაზე კაცურს აი ვერ ვიტყვი დაჟე რა. ატარაკებთ და გიხარიათ. ხო და ამიტომ მოდი დავიწყოთ ახლა TikTok რეაქცია და ერთი თხოვნა მექნება თქვენთან, ნუ გაატრაკებთ. გაგიმარჯვოთ. რეალურად ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავი დაკარგული რა, დაახლოებით 6-7 თვე ვიყავი დაკარგული და ვიდეოებს არ დებდი რა და ბევრი რაღაცა გვაქვს სალაპარაკო, რეალურად, ბევრი რაღაცა გვაქვს სალაპარაკო. მე მას შემდეგ რაც გავიაზრე რომ მართვის მოწმობის სასაღებადაც სწავლა მიწევს. კაროჩე, მოდით ესეთ რაღაცას გეტყვით რა, მე 4 წლის წინ ავიღე მართვის მოწმობა რა, ანუ დიდი ხანია მაქვს აღებული. ჩემ დროს ქალაქის რაღაცა გამოცდები და ეგეთი რაღაცები არ იყო. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ქალაქის გამოცდა შემოიღეს იმისათვის, რომ უბრალოდ ფული გააკეთო. ფულის საკეთებლად აქვს შემოტანილი. დოთიაშვილის ვიდეოში გავედი ამ ქალაქის გამოცდაზე, ანუ იმიტაცია იყო ქალაქის გამოცდის და ჩავიჭერი ისეთ აბსურდზე, რომ ანუ ამაზე მეტი აბსურდი არ შეიძლება ძმა, ანუ ქალი იდგა რავი, უბრალოდ ბარდიურთან, არაპირებდა მე მგონი გადასვლას რა, პროსტა დგას თავისთვის ეს ქალი რა. და კაროჩე მე გავიარე რა, ნუ ხოლმე ხარ არაპირებს გადასვლას, დგას თავისთვის რა და კაცი რომელიც ახლა ჩემს გვერდზეა და მეუნება სწორად იქცევი, სწორად აკეთებ, სწორად მართავ და რაღაცა, მეუნება ჩაიჭერიო, ეგ დოთიაშვილის ვიდეოში მოხდა. ეს ახლა არ გადმოდიოდი, არ იყვნენ გადმოსულები, მაგიტო იმას ქენია, როდესაც გზის პირზე დგა. ჩამოსულია გზაზე და დგა გზის პირზე. შენ უნდა გააჩერო მანქანა. შენ ფაქტია რომ ფეიც პატივს არას. ხო ხედავს მოდივარ. ხო ხედავ რომ ის მოდის. სისულელე ბიჭო. კიდე მეორეჯერ ჩავიჭერი იმავე ვიდეოში იმის გამო რომ ტიპი გადადიოდა. ანუ მან ზებრა და რამე კი არ იყო, პროსტა გადადიოდა ჩანთით ესე დატასაობდა ხოლმე და მე მაგის გამო ჩავიჭერი და 500 ლარი ვერ მოვიქე. ყველაზე უცნაური რაც არის ჩემი გადმოსახედიდან ქალაქის გამოცდაში რა, წესი რაც არის რა. ბიჭო, ანუ შენ ხო მართავა ესე მანქანას რა, ხო ეს ზიხარ, ხო ესე ხარ რა და შენ გაქვს მარჯვენა და მარცხენა სარკე, ხო? ანუ ჩვეულებრივად უყურებ მარჯვნივ და მარცხნივ. რეალურად როცა მართავ მანქანას, მარცხენა სარკეს გახედავ და მე ესე გადაუხვევ ხო მარცხნივ ჩვეულებრივად, მაგრამ რა ხდება ქალაქის გამოცდაზე? ეგ საკმარისი არ არის. ანუ უნდა მარცხენა სარკეს გახედო, მე აი ესეთი მოძრაობა გააკეთო, ანუ აი ესე უნდა გააკეთო, აი ესეთი მოძრაობა და მაგის მერე უკვე შეგიძლია გააკეთო მოძრაობა. დებილური არ არის ახლა ეს? რა ის აი ესეთი მოძრაობა გავაკეთო ბიჭო, ეგ დაჟე უფრო რეალურად სახიფათოა. სანამ შენ ესეთ მოძრაობებს აკეთებ, წინ რა ხდება, ანუ გარტყმაში არ ხარ, ხო? ანუ შეიძლება ვიღაცამ გადაგირბინოს, შეიძლება რა ვიცი, კატა გამოხტეს, შეიძლება ბებიემ გადაგირბინოს, ხო ეგეთი რაღაცას მომხდარა. ყველაფერი ხდება ძმო. მე ქალს დავეჯახე. ხო, დოთიაშვილებში ქალს დაეჯახა და ესე რა. რამდენი დაგიჟდა? 1500 ლარი დაუჟდა მართვის მოწმობის აღება. არა, მე იმიტომ დამიჯდა 1500, რომ ძალიან მალე ჩამებარებინა, თორე შემეძლო, გამეწილა და 500 ლარში ჩამებარებინა. 250 ვიხდიდი, თითო გასვლაში და ყოველგვარ. კაი, საბოლოო ჯამში რა სიტყვი მოდი ქალაქზე, აი ბევრი ბაზარის garaში. იდეა კარგია, მაგრამ ცუდად არის განხორციელებული. კი ბატონო, გასაგებია, კაი, ჯიგარი, всё, ნახავთ. მიდი მიხედე კამერას. რეპორტაჟი, რომელიც ყველა მშობელმა უნდა ნახოს, Roblox-ი, Minecraft-ი, Discord-ი, სათამაშო პლატფორმები, რომლებსაც ჩვენი შვილები ყოველდღიურად იყენებენ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დანაშაულებრივი დაჯგუფების იარაღად იქცა. ბიჭო, აი უკვე ამაზრზენია ცვეთში გეუბნებით ამ ტელეკომპანიების ყურება რა, ეს ტელეარხების ყურება. უკვე ამაზრზენია, უკვე სულ ერთია ბიჭო, რომელი არხია. რას ბაზრობს ახლა ეს კაროჩე? აი ბაზრობს ხოლმე ისე დაიწყო ხოლმე
Discord-ი და რავი კიდე რაო. და დარწმუნებული ვარ, რაზე იქნება ახლა საუბარი. არც მიყურებია ბოლომდე, აგერ თქვენ წინასწარ გეტყვით დარწმუნებული არ ესეთ საუბარი იქნება. Discord-ში ცუდ სიტყვებს იძახიან და იგინებიან ბავშვები, Roblox-ში იქ ოთხკუთხე და კაცუნებს კლავენ. Minecraft-ში ვაფშე ცუდი რაღაცეები ხდება ბიჭო. ხო, Minecraft-ში ზომბებია ძმა და კიდე იმას რა, ცხვრებს ატყავებენ და ერთ ამბებში არიან ძმა. საწოლებს ხო, და საწოლებს აკეთებენ და ხოლმე ერთად ზინავთ კიდეც ბიჭო ბიჭებს, ხოლმე ოთხკუთხე ბიჭებს რა. და 764 ასე ჰქვია საერთაშორისო ნეონაცისტურ დაჯგუფებას, რომლის წევრები სოციალურ ქსელებსა და ონლაინ თამაშებში აქტიურად აკვირდებიან მოზარდებს, შედიან მათთან კონტაქტში ნდობის მოპოვების შემდეგ კი მათ აიძულებენ მიიყენონ თვითდაზიანება და შეასრულონ მათი ყველა ბრძანება. ვიც არიცით მოკლედ მეგობრო, ეს ამბავი ზანგავს იმას რა ქვია დოთი? ლურჯი ვეშაპი. ლურჯი ვეშაპი რო არის, ცისფერი ვეშაპი რა. ლურჯი ვეშაპი იყო თამაში, სადაც რაღაცა მისიები იყო. ამ მისიებს ასრულებდი რეალურ ცხოვრებაში. პირველი მისია იყო, რა ვიცი, აგერ დალიე წყალი, მერე დალიე კონიაკი, მერე რაღაცა არ დაიძინო 24 საათი და ეგეთი მისიები იყო და რაც უფრო ლეველებს დადიოდი, ესე ვთქვათ, მით უფრო რთულდებოდა ეს მისიები რა. ხო და ბოლო მისია იყო თავის აი ეგეთი მისია იყო რა. რამხელა პანიკა შეიქმნა ბიჭო მაგაზე ადრე. იმდენად სერიოზულად და იმდენად გააკეთეს ამ ლურჯ ვეშაპის პიარი და იმდენად ხალხი შეაშინეს, რომ ანუ ყველა მშობელი ხოლმე ხარ ის იყო შეიძლება შვილო ინტერნეტი გავთიშო ვაფშე ინტერნეტს Wi-Fi-ს თიშავდნენ და მართლა ზოგი მასე იყო ბიჭო რა და ესეც უეჭველი რაღაცა ეგეთი სისულელე იქნება. უეჭველი. ერთმა რაღაცა შეიძლება მართლა თავი რაღაცა ეგეთი ამბავი ერთი სოფლიოში დაფიქსირდა და სო ანუ მთელი სამყარო გადაირია. ნუ საუბარი მშობლებზე, ბებიებზე, ბაბუებზე რა ანუ ხოლმე ხარ სო ჩემი შვილი შეიძლება ესეთ სულ თამაშებს თამაშობდეს და მოდი Wi-Fi გავთიშოთ ვაფშე გავრიყოთ ვაფშე სადმე ჩავკეტოთ ბავშვი ჯობია ხოლმე ხარ. არ შეიძლება ამ ყველაფრის ესე გაბუქება. ზუსტად ევთქვი ტელე არხებს ეგ გააჩნიათ რა ანუ გაბუქებენ შეაშინებენ მშობლებს გული გაოსტებათ ბებიებზე ბაბუებზე საუბარი მაქვს მინა ძალიან ზუსტად გახდებიან რომ გაიგებენ ხოლმე რაღაცა ინტერნეტში ცუდი რაღაცები ხდებაო შვილებს აუგზალავენ ძმაო Minecraft-ის თამაში და დარჩება ბავშვი Minecraft-ის გარეშე ძინაბილეში ახლა რა ხდება მე და ზიპერა გვართ რეალურად ძმები სიტუაცია იყო ის რომ ანუ ის ბათუმში გადაიყვანეს და მე თბილისში და ანუ დაგვაშორეს და ანუ ცალ-ცალკე ვიზრდებოდით რა მოკლედ, რატო ჩავსვი ეს ვიდეო კონკრეტულად ამ ვიდეოში და რატო მინდა მას საუბარი რა? რეალურად რა თქმა უნდა, იგი იყო უბრალო ხუმრობა, რომელიც ახლა კარგად იყო ამოჭრილი და დადებული TikTok-ზე რა, ნუ ხო ხვდებით რა. რეალურად მე და ზიპერა რა თქმა უნდა ძმები არა ვართ. რა თქმა უნდა. ამაზე აღარ ღირს საუბარი, იმიტომ რომ ამაზე თვითონ ზიპერამ ჩაწერა ვიდეო, ამაზე მეც ვისაუბრე. ანუ უკვე ყველა მიცის რომ რეალურად მართლა არ ვართ ძმები. ხუმრობა იყო ხალხო. ხუმრობა. სიტუაცია იყო ის რომ ანუ ის ბათუმში გადაიყვანეს და მე თბილისში და ანუ დაგვაშორეს. და ანუ ცალ-ცალკე ვიზრდებოდით რა. რაც უნდათ. და მაგრამ რატო და მომიწია ისევ ამაზე საუბარი. მოკლედ, ხშირად გავდივარ გარეთ, ხო, ანუ ადამიანი ვარ, სახში ვარზივარ, გარეთაც გავდივარ და ბევრჯერ მომხდარა სიტუაცია. აი ძალიან ბევრჯერ. აი გეტყვით მაგალითად ერთი კვირის ამბავს, რა ვზივარ მანქანაში, სიგარეტს ვიწევი, მანქანა პარკინგზე არავის არ ვაწუხებ საერთოდ. და მოდის ბავშვი რა, აი პატარა რა ასაკის, აი ესეთი დაახლოებით რა პატარა რა და ესე ხო მოვიდა რა და შემომხედა რა პირდაპირ და ვა! ზიპერ! და მეთქი. აი რა უნდა აი ეს პირველად კი არ ხდება. იყო ერთი ესეთი სიტუაცია, მე ვდგავარ სადღაც რა, პროსტა ვდგავარ და ორი გოგო, ესე ორი გოგო გაიარა, ეს და ჩამიარეს და ერთი გოგო მეორე გოგოს ეუბნება. ეს ზიპერა არ არის, ზიპერა არ არის ეს. ბიჭო, რა თქვა შემა პატარა ძმამ რომ მოვედი დღეს სახში? ერთხელ კი არა 1-3-4 ჯერ და ხო, ანუ ხალს, არ მართლა გეუბნები, შეხედე, ხალს რეალურად გონია რომ მე ზიპერა ვარ. ანუ ის კი არა, მე და ზიპერაც მე ვარ ზიპერა ძმა. ბიჭო, არა, სერიოზულად გეუბნებით, ანუ თუ გადაობდი ხალხ რამდენჯერ მოსულან და მეუბნებიან ხოლმე ხარ. რუტო კი არა, რა ის რუტო? ზიპერა, ბიჭო. მოდი. ეს ვიდეო ავიყვანოთ მილიონ ლაიქს. შეგენაცვალ. მისმინე, რა ქვია, მე რომ მოვედი, როგორ თქვი? ანუ რა მქვია? შენ ამას რუტო ქვია, მეგობრებო. ხო. მაგრამ როგორ თქვი, როცა მოვედი? ზიპერა. მეგობრებო, შემეშალა და ეს ვიდეო ავიყვანოთ მილიონ ლაიქზე. ავა, დაჩი, ავა. გაიხარე, ჯიგარი ხარ. მეგობრებო, მე ვარ მაგარი. მაგარი ხარ. ხო, ანუ სხვა ადამიანები ვართ და მოდიან და გაქვთ რა ქვია, საუბარი გაქვთ მსგავსი. კიდე ორივე გამხდრები ხართ.
ორივეს მანქანა ყავთ? ანუ რო იყოს დაუშვათ კი 1-2 ბავშვი ხوازარ მოვიდა და შეიშალა რაზე ზიპერო არა მართლა ტიპები მოდიან ბევრი რა ხوازარ და ზიპერო გონი ვარ სიმართლე რომ თქვა არ მომწონს რა თქმა უნდა ეგ ამბავი არავის მე საერთოდ არ ბაძავ არ ზიპერას არც დონალდ ტრამპს არც მაიკლ ჯექსონს არც რა ვიცი კიდე ვინ არის ცნობილი ამ საერთოდ არ მაინტერესებს არავინ ვაფშე ხო ანუ რა არის იცი რეალურად ეს ძმობაზე თემა რო გაიჩითა და მე და ზიპერა ძმები ვართ ეგ იყო რა თქმა უნდა ხუმრობა და ეს თემას დასრულებულია მაგრამ აი უცბად უეცრად ესე შეიცვალა ხოს რა ჰოპ და ყველა ფიქრობს რომ მე ვარ ზიპერა და რეალურადაც რო იცოდეთ საერთოდ რო იცოდეთ ძმა საერთოდ არ მყავს ანუ ზიპერაზე კი არა საუბარი ზოგადად არ მყავს ძმა არ მყავს ძმა ერთი დამყავს და კარგად ცხოვრობთ კარგად ვართ არანაირი პრობლემა არ არის არ მყავს ძმა ვაფშე ნული მაგ ეგეთი თემა რა ნერვიული ვარ რა ანუ ესე არა რაღაცა მოძრაობებს რო ვაკეთებენ ხოლმე რაც ეგეთ ნერვიული არა ზოგადად რა რაღაცებზე მარტივად ბრაზდები აი თუნდაც წინა სტრიმი ქონა გაშვებული და თამაშობდით CS:GO-ს ეგეთი თამაში არსებობს და აი როდესაც მკლავენ მაგრა ვარეიჯებ ხოლმე რა უკან ეს როგორ არ გავჩეკეთ ბიჭო ორმა კაცმა რა აუ რა დავლეწო რამე დავლეწომი და მაგრა და აი რა 7 დოლია ბიჭო ეგ არის ერთი რაუნდი მოვიგეთ ბიჭო რაუნდი ჩუმად გადავედი კი არა ტრაკი ძმა ძალიან ბევრი ანუ ის წერება რა ანუ კომენტარები რომ რუტო Fortnite-ში დაბრუნდი რაღაცა იქ გეიმინგს დაუბრუნდი მოკლედ და მარტივად გეტყვით შეიძლება გეიმინგი და რაღაც პონჩი მომწონს რა და დღემდე მაინტერესებს მაგრამ მინუს იმაშია რომ ვეღარ ვკაჩავ კომპეტიტივი თამაშებს ანუ ვეღარ ვკაჩავ რაღაცა მიმართება რა რომ მომკლავენ მე სიგიჟე მემართება რაღაცა გიჟდები რა ვერ ვიტან რომ კლავენ რა ნუ აი აღარ მაქვს ნერვები კაროჩე აი გავგიჟდი ძმა ნაცინვარ სარკეს უყურება წივიცი ვინ ვარ როქროზე ნუ ბაზრობ თუნზეზე არ ვზინავ რიცხვებზე ნუ ბაზრობ თუ არ ვიცით ვინ ხარ მოკლედ ახლა უნდა ვისაუბრო იმ თემაზე რომელიც ნუ ახლა ყველა ძალიან გაინტერესებთ რა თქმა უნდა რაც ეს ტრეკი დაიდო რაც ეს კლიპი დაიდო ამაზე კომენტარი მე არ გამიკეთებია ნუ საერთოდ კომენტარი არ მქონია და ახლა მოვიდა დრო ნუ ყველაფერი ვთქვა ძალიან ბევრი კითხვა დაისვა ვის ვდისავთ მე და დაჩი პლეისი რა თქმა უნდა ხალხს აქვს აზრი ვინ შემეძლო მე გამედისა რა და ბევრმა გაარტყა კიდე ცოტა შორის ეგ სახელი არაერთხელ ხსენებულა კომენტარებში სადაც დისზე მიდიოდა საუბარი ეს ადამიანი არის ცოტა სიგანეში დიდი ნუ სიმაღლეში პლუს მინუს მაგ ადამიანს ყავს 100,000 გამომწერი მოკლედ ეგ ადამიანი არის ნიკა დოთიაშვილი შენ გაგდისეთ ბიჭო მოდი და ასე რომ ხვალ მენტალურ ბრეიქდაუნს გაგიკეთებ BMW-ი უნდა გაგასწრო შენ მანქანაზე ზუსტად როგორც გამოგიწვია წინა ვიდეოში 2 და 8 გაქვს ხო მოტორი 2 და 8 მოტორი მაქვს 2 და 8 ჩავდგით ჩვენს 34-ში ხო ასე რომ ხვალ შენ რაც გიხარია და რაც გიხაროდა ეგ სიხარული უნდა არ ვიცი გვექნება ეს შეხვედრა რა თქმა უნდა არ დაიდება რა თქმა უნდა ჩემს არზე დაიდება დოთიაშვილის არზე რავი ნახოთ რა მე არ ვიცი რა იქნება მაგრამ საინტერესო იქნება ძალიან მაინტერესებს მეც ტრეკს რაც შეეხება და რაც შეეხება ხალხის რეაქციას რა გავიმეორებ კიდე ერთხელ ეს ტრეკი იყო იუთუბერულ პონჩში მე არ ვარ მომღერალი და იყო ნუ ესე 100,000 პონჩში გადაღებული ჩაწერილი რა მიხარია ის რომ ძალიან ბევრი ადამიანს მოიწონა ეს ტრეკი ანუ მართლა ბევრს მოიწონა და ბევრი უსმენს კიდეც რა ანუ სტატისტიკებს უყურებ ხალხი უსმენს ამ სიმღერას რა და ბევრი გაიჩნდა ისეთი რომელსაც ნუ ანუ ხო ზღარ არ მოიწონა არა მაგარ დაევასა რა როგორც იმენა აი ძალიან არ დაევასა რა ანუ კიდე რაც ვაფშე ძალიან უცნაური სიტუაცია გაიჩნდა ეს იყო აი დაჟე უნდა წავიკითხო რა აი ესეთი კომენტარები აი ძალიან ბევრი იყო ვისაც აუდგება ყველა რეპერია ბიჭო ვინა რეპერი ანუ მე ხო რეალურად რეპერი არ მithქვავს რომ რეპერი ვარ სპეციალ პროსტა ტრეკი არის რა და ეს სიტყვები ეკუთვნის ტახას და სიმართლე რომ თქვა ტახა არც კი ვიცი ვინ არის რა ანუ ვიცი რომ PvP Flows-თანაც კავშირში არის მაგრამ ვინ არის რეალურად არ ვიცი ტახას და იმას ანუ შეურაცხყოფას არანაირს არ ვაყენებ რა თქმა უნდა მაგრამ სისულელი წინადადებაა რეალურად რა თუ ვინმე იუთუბერმა გადაწყვიტა რაღაცა ტრეკის ჩაწერა ან მართლა თუ გადაწყვიტა დაუშვათ ამ სფეროში თავის ჩაყოფა რაღაცა განვითარება არ უნდა ჩაყოს თავი? მასეთი ლოგიკით მაშინ TikToker-ები რო გადადიოდნენ YouTube-ზე. ანუ YouTuber-ებს დაგვეწყო ხოლმე ხარ, ყველამ YouTuber-ობა მოინდომა ბრატ. აი ესე ვისაუბროთ ჩვენ, როცა TikToker-ები YouTube-ზე გადმოდიან. ხო არასწორია რა თქმა უნდა. პირიქით დაჟე კარგია რომ გადმოდიან TikToker-ები YouTube-ზე, იმიტომ რომ YouTube-იც ხო
იზრდება, ვითარდება, სპონსორები შემოდიან, პირიქით კარგი ხდება. იგივენაირად რეპს ეხება. კიდევ გავიმეორებ, არ ვეხები, ცუც, არაფერს არ ვამბობ ტახას მიმართ. არ ვიცი ვინ არის მართლა, მაგრამ არ მინდა გამომივიდეს სუდი. დიდი ხანია სულაშორს არ მithოვია არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამიტომ ყველა შეგიძლიათ გააკეთოთ. აბა გაგვიმარჯოს და გაგიმარჯოთ თქვენ. გაგიმარჯოთ და შემდეგ შეხვედრა. ხოლა წინ ვარ სარკეს უყურებ აწი ვიცი ვინ ვარ როქროზე ნუ ბაზრობ თუნძეზე არ ბზინავ რიცხვებზე ნუ ბაზრობ თუ არ ვიცით ვინ ხარ